ტაძრის გზაზე გვხდება ეს ტაძარი რა, რომელიც გადმოსახვევი იყო, მას პირდაპირ გზა უნდა გამეგზელებინა, მაგრამ ზოგადად თორსა ესეთ იმაზე დადის ადამიანი, შემწეობა უნდა წმინდანების და თორსა ნებისმიერ ადგილას, სადაც მიდიხარ განსაკუთრებად ტაძრებს და მონასტერებს ინახულებ, უნდა თხოვო იმ წმინდანების შემწეობა, რომელიც სახელობისაც არის რა. შემოჩენილია უძველესი ფრესკები ამ ტაძარზე. აი ეს მოხატულობაა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მაცხოვით. აი ესეთი ეს ლამაზი და დიდებული ეკლესია, ესე ლამაზად დგას მთებს შორის. აი ყველა წმინდას ეკლესია თარიღდება მე-9 საუკუნეში. შემოვედი ამ წმინდა ტაძარში. აი როგორი ფრესკებია შემორჩენილი. მაცხოვარი, მეგონი მარცხნივ ღვთისმშობელი უდგას და არჩას ფიგურები ხლაკ. ზევით აი აქეთ თავარ ანგელოზის ფრესკა არის. ანუ ხარების სცენა არის გამოხატული. ეს ტაძარი განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელია, ანუ ესე აწერია. ესეთ საფლავის ქვა არის. აი ორი საფლავი არის. პატარა. და ბაბადის ბაგრატიონთა ხსოვნისათვის განისვენებენ საყდარში და მის შესასვლელთან გარედანში თამომავალთაგან. ანუ ეს სავარაუდოდ განსვენებულ ბაბადის ბაგრატიონთა სახელზეა აგებული. ფრესკაზე შემორჩენილია მოხატულობა, ხატწერა, ასე უნდა იყოს კალის ბუზო, აი კიდე აქაც. აი უძველესი ტაძარი, უდიდესი სიწმინდე. მოვინახულებ ნელა და მე გაუდგები გზას, აი ესეთი ლამაზად არის. აი ფრესკები. აი ესე სახე აქვს ამოჩხაპნილი რა, ამომტოლებული. ანუ უამრავ ტაძარში ათეიზმის დროინდელი პერიოდია, როდესაც აი შევალე ხლა უძველეს საყდარში, აი არ ვიცი რომელი საუკუნისა.
აქ ინტერნეტიც აღარ იჭერს და ეც ვნახე რა ისე დაღლილი ვიყავიო. აი ესეთი სიტუაცია. აი მხოლოდ ქვები და ნანგავი. ოვის ხატის ფრაგმენტია. აი აქეთაც ამასაც სახე ამომტოვებული აქვს ამ წმინდანს. აი ესე. და აი აქეთ ხარეს აქეთაც ჩანს რა. სახე ამომტოვებული აქვს აი. აი ეს არის წმინდია და ელია თესბიტელის ანუ ელია წინასწარმეტყველის ეკლესია. ელია წინასწარმეტყველზე უამრავი რამე შეიძლება ითქვას. გაბზარული, ნაწილობრივ დანგრეული, მოულელი, მაგრამ აი ძლიერი რა. ეს არის წმინდა გიორგის ქაშვეთის ახშანის ქაშვეთის ტაძა. აი ესეთი უძველესი აი ესეთი ეკლესია. შევამნახავ. აი არის ამაზად დგას ტრაპეზი. ამას ეძახიან აქაური ყავის ტაძას, ვისი სახელობისაა ჯერჯერობით არ ვიცი, არის გადამავალი შუა ძალიან ლამაზი ტაძარი არის. აი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია. უნის ეკლესია, რომელიც აი დავტოვებ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარს და წავალ წმინდა ნინოს ტაძარში. აი ისტორიული ძეგლი, რომელიც ესე ლამაზად ახლა დავტოვებ წმინდა ნიკოლოზის ტაძარს და გავუყვები გზას იფნიან ღვთისმშობელში, რომელიც არის სასაფლაოზე. მაგრამ არის ნუ სამების სახელობის ეკლესია, ესეთი ძველესი ეკლესია, როგორც წავიკით. ამ შემთხვევაში მოვედი რა, ეს არის მე-17 საუკუნის ტაძარი. ორი ადგილი და სასწაული ეკლესია. გილების ჩამოთვლა მინდა აქაურობაზე მე მაგალითად კმაყოფილი ვარ ადამიანი. რა არის ესეთი ძველესი და ლამაზი ტაძარი. და მომავალში ნახავ მაგასაც რა. კარგად ვიკითხავ. აი აქ აღარ შევალ რა. აი გარედან იმასვეს გადავწყვეტ. ეს არის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. აი კარზე გამოსახულიც არის. ამას გავუკეთებ და რესტავრირება, როგორც ვიცი, მოგვიანებით. ხუტან საყდარი. იქით არის ხდება გვიანდელი. თავზე დაშენებულია სამრეკლო მოგვიანებით, აი აქედანაც აი დავტოვებ დიდებულ ტაძარს, რომელიც არის ესეთ ციმენტურ მდგომარეობაში. მდგომ ციხე კოშკთან და ზარებზე წარწერა. მოვახლოდი რიგის საყდარს, აი ხა შევაშიგნით. ნახავ, აი მაგის მიხედვით შექმნეს, ანუ მაცხოვრის ჯვრის ტვირთვის საყდარები ეწოდა. მეგონა აქ კიდევ ერთხელ აღნიშნე მაცხოვრის ახალი განახლებული ტაძარია. პარასკევობით მღვდელი მოდისო და მსახურებას ატარებს.
ეს ტაძარი არის ადრეული შუა საუკუნეების. აი დაკეტილი გამხდა. ეს გაუში კიდევ აი ეს ტაძარი არის აგებული ერეკლე მეფეს მიერ 1767 აი მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, რომელიც აი ზევით იყავდა, რომელიც გაესწავლიდა 2012 წელს იყო სრულიად მიწაში მიწით დაფარული. ამოვედი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ტაძართან, რომელიც თარიღდება გვიანდელი შუა ესე დღეში მდგომი წმინდა იოანე ნათლისმცემლის მართლმადიდებელი უძველესი ეკლესია, რომელიც ესე დიან სიყალთოს დღეში. ესეთი პატარა ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც ასევე დიდი სიძლიერის მატარებელია. აი აქეთ გარშემო ტყე არის. მოვედი ბოჭომის წმინდა გიორგის ტაძართან, რომელიც იმყოფება იყალთოში, კერძოდ სასაფლაოს ტერიტორიაზე. არის გარდამავალი ხანისა და ეხლა ვნახო. მეტყველის იოანე ღვთისმეტყველის აი ესე დგას სასაფლაო. აი მოვედი წმინდა ბარბარის სახელობის ეკლესიის ნანგრევებთან, რომელიც შემორჩენილია ესე ნაშთის სახით.
აი ეს არის აწყუის წმინდა გიორგის ეკლესია, თეთრი გიორგი. ესე ეძახიან აქ. აი არის ამ სოფელში ესეთ ფორმა არის სამტაძრის ასე რომ აი ამ ტაძრის ნახვისას გამახსენდა ერთ-ერთი თანამედროვე პოეტის ლექსი მოანატებ ეკლესიას პირჯვის წერასა მე რა თუკი გუმბათიგიდან საგიმზეს ლუჯი აი ესეთი ტაძარი ეს არის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი. ეს არის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელსაც ყოვლადწმინდას ეძახიან, რომელიც მე-6 საუკუნეში არის აშენებული. აი ხალ შევალ და ნახავ. აი ეს იყო ეს დიდებული ტაძარი, ოეკლესიიანი ტაძარი იყო არაგვის ერისთავების საგვარეულო ეკლესია. აქ იყო ძველი არის სიმემ მდგომარეობაში აი მაგახილებ გაბზაული დანგრეული ეხა შევალ შიგნითაც და მოვინახულებ არის დიდებული ტაძარი და უძლიერეს აი ამხელა ტერიტორია აი ხა შევალ და მოვინახულებ. აბა ეს არის გვიანდელი შუა საუკუნეების ტაძარი. აი ესე სუფთად არის. აქ ქვევები ალაგია, ტრაპეზი დგას, ხატები აწვია ტრაპეზზე, წმინდა გიორგის ხატია. აი ეს არის ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დგომი. ცივე ეკლესია რა. აი ამას შევალ ამის კარიბია, ამას მოვინახე რა. ეს არ ვიცი რომელი საუკუნისაა. არ წერია. შევიხილე. ეს 1755 წელს აშენებული ვარ სოფელ ქალაქ ახმეტაში და ვაპირებ ავიდე ახლა სამების ეკლესიაში. განაჩენს მე მოვყვები ნელ-ნელა რა, სამების ეკლესია არის მთისწვერამდე, ანუ მთავარ ანჯელოზის ტაძარს ვეძებდი და ნახე ნინოწმინდას ტაძარი რა. აი ესე არის ანგარების სახით შემორჩენილი. აი ესე აი
ეს არის ბახტევიანის ეკლესია. ეს არის ალვანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. ეს არის ხორბალოს ეკლესია. წმინდა ალვანის წმინდა გიორგის